გამოვიდა ფრომის მეოთხე სეზონის მეექვსე ეპიზოდი. სამწუხაროდ აქაც არ იყო ექშენი, თუმცა მოხდა რაღაცეები, რაზეც საუბარი ღირს და ამიტომ მოდი დავიწყოთ. სერია დაიწყო ზუსტად იქ, სადაც წინა სერია დამთავრდა, როდესაც ჯეიდმა თქვა, რომ იცის თუ როგორ გადაარჩინოს ბავშვები და როგორ გააღწიოს ამ ქალაქიდან. თუმცა დასაწყისშივე იმედი გაგვიწროვდა, რადგან გავიგეთ, რომ ჯეიდმა არაფერიც არ იცის და ზუსტად ისე მოძრაობს თეორიებით, როგორც ჩვენ. წინა ვიდეოში ვთქვი, რომ მათ ბავშვების ცულები უნდა ამოიღონ და ნორმალურად დამარხონ, რომ მათმა სულებმა სიმშვიდე მოიპოვონ და ჯეიდიც სადღაც ამ იდეისკენ მიდის. შეიძლება მაინც და მაინც დამარხვა არა და დაწვა იყოს საჭირო, ან ცრემლების ტბასთან მიტანა, თუმცა დაახლოებით რაღაც ეგეთია. ჯეიდის ნათქვამს, რომ ვოიდი არ ითვალისწინებს, ცოტა არ იყოს უაზრობა, რადგან თუ მაინც არ უნდა დაეჯერებინა მისთვის, მაშინ ეს ორი სერია კაიფში მყოფ ჯეიდს რატომ დასდევდა, ვერ ვგებულობ. თუმცა გამოსავალი იპოვეს. ჯეიდმა თქვა, რომ კოლონი ჰაუსის სარდაფში კარია, რაც წესით არ უნდა იცოდეს, რადგან იქ ნამყოფი არ არის. ამიტომ ისინი მიდიან, რომ შეამოწმონ არის თუ არა იქ კარი. სარდაფში ვხედავთ აკოსტას და მიხარია, რომ აკოსტას აღარ აკეთებინებენ ისეთ რაღაცეებს, რომ შეგვეძულონ. აკოსტა ათვალიერებს სურათებს, რაც მახსენებს თეორიას, რომელიც ჯერ ვიდეოებში არ მithქვამს. ამ თეორიის მიხედვით აკოსტა იპოვის სოფიას ფოტოს და მიხვდებიან, რომ სოფია მათ ატყუებს. ასევე არსებობს თეორია, რომ აკოსტა არის ის მარტოხელა დრაკონი, რომელზეც ითანი საუბრობდა პირველი სეზონის მეექვსე სერიაში. მარტოსული დრაკონის გამოქვაბულს გავს. როცა კრომინოკლიცის არტყელის საში დაიკარგა, გამოქვაბული იპოვა, სადაც მარტოსული დრაკონი ცხოვრობდა. იქ ბევრი ნივთი იყო, რომელიც არავის სჭირდებოდა. მაგრამ მარტოსული დრაკონისთვის განძი იყო. ნივთების გროვაში ცის არტყელის ცის რუკაიდო. მარტოსულმა დრაკონმა კრომინოკლს გადასცა და მან შინ დასაბრუნებელი გზა იპოვა. იქნებ აქაც არის რუკა. არის შანსი, რომ აკოსტამ ნახოს არა მაინც და მაინც ფოტო, არამედ რაღაც სხვა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი და გადასცეს ვოიდს. არ ვიცით რას იპოვის, თუმცა ფაქტია, რომ სარდაფში უმიზეზოდ არზის და რაღაცას ნახავს. მოკლედ ვოიდი და ჯეიდი ეძებენ კარს, თუმცა აღმოაჩენენ, რომ იქ კარი არ არის, რაც ამყარებს ვოიდის ეჭვს, რომ არ ღირს ჯეიდის ხილვების დაჯერება. შემდეგი საინტერესო სცენა არის ვიქტორის სახურავზე. ტრეილერიდან გვეგონა, რომ სუიციდის ჩადენა უნდოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არ არის და თავისი გამოხტომები აქვს. ვიქტორი ამბობს, რომ მის ბავშვობაში ამ სახურავიდან კაცი გადმოხდა და მასზე ასეთ რაღაცეებს ამბობს. აქედან კაცი გადმოხდა. ეს ადგილი იმდენად ეზიზღებოდა და სულ ისეთი შეშინებული იყო, რომ ერთ დღესაც გადახდა. დღეები იტანჯებოდა, სანამ საბოლოოდ მოკვდებოდა. ცდილობდა ყველაფერი გამოესწორებინა, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. თუ ჯეიდისა და ტაბიტას გარდა სხვაებიც რეინკარნაციები არიან, მაშინ გამოდის, რომ ის საუბრობს ვოიდზე. თუმცა მე პირადად ვიქტორის მოგონებებს არ ვენდობი. იქნებ გადმოხდა კი არა გადმოაგდეს. და როდესაც ამბობს რამოდენიმე დღე იცოცხლაო, იქნებ მეტიც ეცოცხლა, მაგრამ საავადმყოფოში მოკლეს. ჩვენ ასეთი რაღაც ამ შოუში არაერთხელ გვინახავს. ვიქტორი ასევე ამბობს, რომ კაცი ყვითლებში მანქანით მარტო მოვიდა. თუმცა ესეც არ უნდა დავიჯეროთ. კარგა ხანია დავამუღამეთ, რომ ვიქტორის მოგონებები ბუნდოვანია და პირდაპირ მათ არ უნდა ვენდოთ. საბოლოოდ ისპირდება ვოიდს, რომ უკეთ გაიხსენებს, ამიტომ აპირებს, რომ მისი მოგონებები ნახატებად აქციოს. აქ, როდესაც კენი მის ნახატებს ათვალიერებს, ვაჩვენებენ ამ ცრემლების ტბის ნახატს. ეს დიდი თვალი მის გარშემო სინათლით ტოვებს შუქურის ვაიბებს. ვახსოვს, რომ ტაბიტამ ქალაქის დატოვება სწორედ შუქურიდან მოახერხა, როდესაც ბიჭმა თეთრებში ის შუქურიდან გადააგდო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ცრემლების ტბა, ან კიდევ ქალაქიდან გასვლის გზა, ან ორივე შუქურის ქვეშაა. ვიქტორისა და ვოიდის საუბრისას შემოდის დონა და ვოიდი მიყავს, რომ მოამბოს თუ რა მოხდა ღამით ტბასთან და რა დაემართა როჯერს. როჯერი ისე გამოიყურება, თითქოს იმის გამო, რომ ერთი თოჯინა გარდაიცვალა, ის მესამე თოჯინად აქციეს. მაგრამ თქვენი აზრით ეს რაღაცეების სახეზე ვინ გაუკეთა? რადგან იმ თოჯინებს თითები არ ჰქონდათ. ვფიქრობ, ესეც იმავე ადამიანმა გააკეთა, ვინც ტბასთან ღამით მღეროდა. და რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს ელოისია. უკვე იმდენჯერ ვახსენე ვიდეოებში, რომ ელოისი ცოცხალია თქო, რომ არ იყოს მაგრად გამიტყდება. როჯერის მდგომარეობა კი მიჩენს ზომბის ვაიბებს. ჩვენ ტრეილერში ვნახეთ, რომ ამ ოთახში სოფია ვიღაცას ეუბნება თამაშის დროაო. თამაში და თოჯინა ერთმანეთთან კი საკმაოდ ახლოსაა. ვფიქრობ, ის გააცოცხლებს როჯერს და ამას ცუდი ამბები მოყვება, რადგან ჩანს, რომ ეს დღის განმავლობაში ხდება და მოქალაქეები კი საფრთხისათვის მხოლოდ ღამით არიან მზად. არ ვიცი რა ჯანდაბისთვის წამოათრიეს როჯერი ქალაქში. ჯობდა ტბასთან დაეტოვებინათ. 4 სეზონი გავიდა და სამწუხაროდ ჭყუა ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს. დონა ამბობს, რომ დალევა ჭირდება. ვინმეს უნდა დალევა? იმიტომ რომ მე მჭირდება დასალევი. თხოვოთ დონას, რომ თითო ჩვენც და გვესხას, რადგან ღიზლად ამათი ყურება უკვე აუტანელი ხდება. შემდეგ სცენაში ითანი შედის ვიქტორთან. როდესაც ითანი მას უამბობს ტბასთან ნანახ თოჯინებზე, ვიქტორს ეს უყვირს, რაც მეც გამიკვირდა. არ ველოდი, რომ ვიქტორს მათ შესახებ არ ეცოდინებოდა. ვიქტორი ხატავს მანქანას, რომლითაც კაცი ყვითლებში მოვიდა. აქ ასევე ჩანს ერთი საინტერესო ნახატი. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, თუმცა ეს ნახატი ჩვენ აქამდე მინიმუმ ორჯერ ვნახეთ.
სეზონი 1 სერია 2-ში, როდესაც ვიქტორი ტაბიტასა და ჯეიდის ავტოავარიას ხატავდა და სეზონი 1 სერია 9-ში, როდესაც ტაბიტა ვიქტორის ნახატებს ათვალიერებდა. ასევე მინდა ვახსენო ჯულისა და სარას შეხვედრა. სარამ გადაწყვიტა, რომ სოფიას ოთახი შეღებოს, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობს მის მიმართ. ის ფიქრობს, რომ სოფია მის გამო დაშავდა და უნდა რომ რაიმე სასიამოვნო გაუკეთოს. ჯული მას ეუბნება, რომ უკვე კარგად ესმის მისი და ბოდიშს სუხდის იმის გამო, რაც მესამე სეზონის მეორე სერიაში უთხრა. არ მინდა შენსავით დავამთავრო. არც მე ვიზურვებდი. ასევე ჩანს, რომ ჯულიმ თითქოს დაკარგა მამის გადარჩენის იმედი, რადგან მისმა სანიშნეების თეორიამ არ იმუშავა და ვერ აკონტროლებს თუ სად და როდის გადავა დროში მოგზაურობისას. ერთ-ერთი თეორიის თანახმად სანიშნედ ამ X-ის დახატვა არ იმუშავებს, რადგან სანიშნე უფრო ემოციურ კავშირს უნდა გამოხატავდეს. ამ თეორიის მიხედვით სანიშნეები არის ვიქტორისა და ელოისის ნახატები. თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ვიცით, რომ ჯული ისევ იმოგზაურებს დროში, რადგან ვიცით, რომ ჯიმს უნდა შეხვდეს, ანუ მოხდება რაღაც, რაც მას იმედს დაუბრუნებს. ასევე ადრე თუ გვიან ეს მონსტრი უნდა ნახოს სეზონი 1 სერია 2-დან. ჯული ვერ მიცანი. გადავედით სოფიასა და ჰენრიზე. ისინი ერთად სვამდნენ, როცა სოფია მის ჭიქაში ჩუმად საკუთარი სისხლი ჩაასხა. როგორც კი ჰენრი მის დალია, სოფია მას ეუბნება. არასდროს კი ფიქრია, რომ იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარია. თითქოს სოფია მას ამ იდეას უნერგავს. გავიხსენოთ, რომ ბოიდის ცოლიც ებიც ფიქრობდა, რომ ეს სიზმარი იყო და აქედან გაღწევისთვის უნდა მომკვდარიყავი. ამიტომ დაიწყო მან მოქალაქეების დახოცვა. ისე ჩანს, თითქოს ჰენრისაც რაღაც ეგეთი დაემართება, ეს თუ არა მინიმუმ რაღაც ხმებს მაინც გაიგონებს. ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვთქვი, რომ მარტინში არსებული ჭიები ყვითლებში ჩაცმული კაცის ერთ-ერთი ან მთავარი ფორმაა და ეს ეპიზოდი ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს, რადგან მარტინმაც იგივე სიტყვები თქვა მეორე სეზონის მეორე სერიაში. არ გიფიქრია, რომ ები შეიძლება მართალი იყო. იქნებ ეს ყველაფერი სიზმარია. არასდროს კი ფიქრია, რომ იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარია. მარე მარტინი ვახსენეთ და გავიხსენოთ სცენა, როდესაც მან ეს გააკეთა. გაჩერდი მარტინ. გამიშვი, ჩემი სისხლი ახლა შენია. გაჩნდა თეორიები, რომ ამის გამო ბოიდმა ესე ვთქვათ სუპერძალები შეიძინა. ამას ამტკიცებენ რამოდენიმე სცენით. ერთი სცენაა ის, როდესაც დონა ცუდად გახდა. პროფესიონალმა ექიმმა თქვა, რომ ის მოკვდა, თუმცა ბოიდის სიტყვებმა თითქოს ის გააცოცხლა. ვერ მოკვდები, სანამ მე არ მოგცემ ამის უფლებას, გესმის? თვალები გაახილე. ასევე, როდესაც ბოიდი კარს ეძებდა, მან თქვა, მაჩვენეთ ეს წყეული კარიო და კარით ზუსტად იმ დროს გამოჩნდა. გინდათ რომ ჩემი ხალხის სიცოცხლე გავრისკო? მაშინ მაჩვენეთ ეს წყეული კარი. ჩემი აზრით, ბოიდს არანაირი სუპერძალები არ აქვს, თუმცა თუ აქვს, მაშინ ზუსტად ვიცი თუ ვინ გააცოცხლებს გოლემს. რაც შეეხება დონას ცუდად ყოფნას, უაზრობა იქნებოდა, რომ აქ მომკვდარიყო. რადგან თუ ეს უნდა მომხდარიყო, მაშინ ამის კარგი შანსი იყო წინა ეპიზოდში, როდესაც მას თოჯინა ჩუჩელა დაესხა თავს. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ დონა მოკვდება, მით უმეტეს ითანის სიტყვების შემდეგ. მინდა ვნახო სანამ მოკვდება. მაგას ნუ ამბობ. დონა არ მოკვდება. კი, მოკვდება. საინტერესოა ამ 10 წუთიანი სიკვდილის დროს თუ ნახა რაიმე, მაგალითად ცრემლების ტბა. სავარაუდოდ ამ სცენის აზრი იყო ის, რომ დონას რაღაც უნდა ენახა და შემდეგ მოქალაქეებს უნდა უამბოს. სანამ კომენტარებში დამიწერთ მამა კატრი რატომ არ ახსენეო, ვახსენებ. მამა კატრის აქ გამოჩენა მიუთითებს ბოიდის გართულებულ მენტალურ მდგომარეობაზე. თვითონ მამა კატრი კი რაიმე სასარგებლოს არ ამბობს. მისი პასუხებია შეიძლება, იქნებ, არ ვიცი და ასე შემდეგ. თუმცა კარგია ის, რომ ბოიდს უთხრა რაღაცეების უნდა ირწმუნო და ასე ვთქვათ უბიძგა მას, რომ სარდაფის კარები აღმოეჩინა. სავარაუდოდ ამ სერიაში ბევრი რამ გამომრჩა, რადგან უნდა ვაღიარო, რომ მოღამს ვკარგავ ამ შოუს მიმართ. ძალიან ცოტა დამრჩა იქამდე, რომ ამ შოუს ჰეითერი გავხდე და მინიშნებების მაგივრად შეცდომების ძებნა დავიწყო. იმედია შემდეგი სერია კარგი იქნება, რადგან ბოლოს და ბოლოს სეზონი 4 სერია 7-ია და 47-ზე ჩვენ აქამდე ბევრი გვისაუბრია. დღეისათვის კი სულ ეს იყო.